გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა ბავშვებო. დღეს ჩვენ ყავს განსხვავებული პაციენტი ნიანგი კროკი. რომელსაც ტკივა კბილები და ემილიამ უნდა უმკურნალოს. მაგრამ ჩვენი ნიანგი კროკი ცოტა საშიშია, იმიტომ რომ ერთხელ უკვე თავისი სტომატოლოგი შეჭამა. მოდი ახლა გავხსნათ და მოვიყენოთ ჩვენი კროკი. გახსნი შენ თვითონ ემილი? მაიცა განახვა აქედან უნდა გახსნა. აი აქედან. გახსენი. აქ წერია რომ კროკის უყვარს ტკბილეული და ბევრი ტკბილეული უჭამს, შოკოლადები, კანფეტები უჭამია და იმიტომ ტკივა კბილები. როგორ მე ცოტა ჭამ, ეს ბევრი ჭამს. ხო, შენ ცოტა ჭამ და ამან ბევრი რო ჭამა კბილი ტკივა, ეხლა და უნდა უმკურნალოთ. შენ უნდა უმკურნალო, კარგი? კარგი, აბა კროკი გააღებირი. შენ ხო ექიმი ხარ ემილი? შენ უნდა ეხლა ნახო კროკის კბილები და უნდა გაარკვე რომელი კბილი ტკივა. კარგი? კარგი, აბა მიდი ნახოთ. ოი! ეს ტკივა. იტკბინა? აი ესე კანი და აი ესე რო არ მიკბინო. იტკინა? კარგი, მოდი ეხლა კიდევ ვნახოთ, აბა სხვა კბილები. კაი, ეხლა მე ვნახავ, გინდა? აი, მეშინია. აი, ეს არ არის. ესეც არ არის. ესეც არ არის. ეს არის. როგორ შეგეშინდა ექიმო? არა. აბა მიდი. იკბინება ხო ჩვენი კროკი? ჩვენმა კროკიმ რომ ბევრი შოკოლადი და ტკბილეული ჭამა და კბილები რო ტკივა, შეიძლება კბილები არ გაუწმენდია და მაგიტომ ტკივა ეს კბილები. ექიმო ემილია, მოდი ვცადოთ ჯერ კბილები გაუწმიდო. შენ პატარა გასკვირები და ამას დიდები აქვს. მართალია, ჩვენ პატარა კბილები გვაქვს და ნიანგს დიდი კბილი აქვს. შენ. და ცადი აბა გაუწმინდე. მოდი ჯერ პირველი კბილი გაუწმინდე. აი, შეიძლება აღარ გიკბინოს მე ჯერ. აი! იდე იქ. სიჭამა პასტა სიჭამა. გინდა მე გაუწმინდო. კარგი, ახლა მე ვწ. ესე, არა, აი ხედავ, ახლა არ იკბინება ჩვენი კბილი. მეორე კბილიც არ იკბინება. აბა მესამე კბილი. ოი! ნახე როგორ ჭამს. სულ შეჭამა? ხო. სად არის ჩვენი ჯაგრისი კროკი? აღარ არის. ოი, შეჭამა მართალია. მე მგონი ჩვენ კროკის შია და მოდი ვაჭამოთ ბანანი. კი. თუ შეჭამს, მერე კარგად იქნება. ეს ჩვენი ბანანი. ვაჭამო მე. შენ გინდა აჭამო? კარგი, მინდი აბა აჭამე. აბ. შეჭამა ემილი ბანანი. გააღიაბა კროკი პირი. ოი, მართლა შეუჭამია ბანანი ემილი. კარგი. ჩვენი კროკი უკვე აღარ არის მშიერი, მთლიანი ბანანი შეჭამა. და ეხლა უკვე შვიდად შეგვიძლია კბილებზე უმკურნალოთ. აი ხედავ აღარ იკბინება. არ გეტკინა ხო? არა. კროკის ესე იგი ესე უყვარს თამაში, თორე ჩვენ გვეგონა იკბინება. ემილი, მე რაღაც მოვიფიქრე. მოდი კბილებზე იცი როგორ უმკურნალოთ? როგორ? ტელეფონი ავიღოთ, კბილებთან დავდოთ, ტელეფონს ხო არ შეჭარს ჩვენი კროკი. იმიტომ რომ ტელეფონი ხო საჭმელი არ არის. ხო. და ისე უმკურნალოთ კბილებზე. კარგი?
თუ შეჭამ მალე არ იქნება ტელეფონი. ჩვენ ოპერატორს ეხლა ვთქვათ ტელეფონს, შენ ტელეფონი დაიჭირე. მე კიდე კბილებზე ვუყურნალებ. აი, აღარ იკვინება. აბა ეს ნახოთ. ხედავ აღარ იკვინება, იმიტომ რომ ტელეფონს ხო არ ჭამს კროკი. თუ შეჭამს არ იქნება. აი, შეჭამა. შეჭამა. კროკი, სად არის ჩვენი ტელეფონი? გააგებირი? აი, როგორი საშიში ყოფილიყარ კროკი. მაშინ ჩვენ აღარ გიმკურნალებთ მეც კბილებზე. იმიტომ რომ ყველაფერი შეგვიჭამე, ბანანი, კბილის ჯაგრისი, ტელეფონი. ბავშვებო, მე და ემილიამ ერთი რჩევა უნდა მოგცეთ. როცა მოხვდებით სტომატოლოგთან, არ მოიქცეთ ისე როგორც კროკი იქცევა. თორე სტომატოლოგი კარგად ვერ გიმკურნალებთ და გეტკინებათ კბილები. ბავშვებო, კარგად. კარგად იყავით ბავშვებო.